ამდენი დაპირებები გეყოთ. ჯერ კიდე 2012 წელს თქვი კაცების შოუში 2012 წელს ასე გადმოყრეს ბიზნეს ფულებს და მე ბლეფში რო არის რომ უკან ქაჩავს ასხმული რო არის დოლარები თოქზე აი ესე უკან წაიღებს აზზე მოდით სალამი მეგობრებო მოგესალმებით დადგა გენიალური იდეების დრო ესე იგი კონცეფტს ვისაც გაუხარდათ უტვინო კონცეფტს ვისაც გაუხარდა ტრამპის მოსვლა ამერიკის სათავეში ძალიან თულად კი ხარიათ იმიტომ რომ ხო ნუ ვიცით ტრამპს არ აინტერესებს პატარა ქვეყნები ნაკლებად აინტერესებს მაგრამ საქართველოს ძალიან სერიოზული სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან ბევრი ფულია ჩადებულია საქართველოში ამერიკის მიერ ტრამპის მთელი ადმინისტრაცია ანტიპუტინისტი არის სენატორი ჯო ვილსონი მეგობარი აქტის ავტორი ბიზნეს დასანქცირებას ითხოვს და ასე შემდეგ. მოკლედ, ცუდი დღე დაუდგა. კონცეფტს კიდე მოდით აზრზე, ცუდი დღე დაგიდგათ. იმიტომ რომ ეს კაცი გაყიდით თქვენ. საქართველოს სატრანზიტო გზას ამერიკა არასოდეს არ დაუთმობს რუსეთს. ვიცით ჩვენ ეს ყველაფერი. ეხლა მიდის ვაჭრობა. ამ ვაჭრობაში ჩვენ საქართველოს გამოვალთ გამარჯვებულები. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი დამსახურება, ჩვენი ხალხის დამსახურება, რომ ასე ერთმუშტად ვდგავართ, როგორც არასოდეს. იმიტომ რომ ახალი თაობა ეს სულ სხვა თაობაა, მეგობრებო, სუფთა. ძალიან ჭკვიანი, ძალიან მოწინავე აზროვნებით და უშიშარი. გაგიმარჯვებთ ბავშვები. შემდეგი კოცური ნარატივი. ვაიმე, რუსეთი გვერდზე დგას, კარზე დგას, შემოგვირდება. ომს დაიწყებს რუსეთი. რას დაიწყებს? რუსეთი თავის ისტორიაში არასოდეს ესეთი დაკნინებული არ ყოფილა. ნახეთ რა ხდება უკრაინაში, სირიაში, წააგო თავის პოზიციები და ამერიკამ ეს ძალიან კარგად იცის და ეხლა ამერიკას აქვს window of opportunity to negotiate. საქართველოში გაამყარებს დემოკრატიას ამერიკა. დაიმახსოვრეთ, ჯო ვილსონი, მეგობარი აქტის ავტორი, მაგარი კაცია. ჩვენი